თბილისისა და ბათუმის კინოთეატრები მაყურებელ ზაფხულის ხელდღეებში მსოფლიო პრემიერებით გაანებევრებს. გახმაურებული მძაფრსიუჟეტიანი დრამის მაიმუნების პლანეტების აჯანყების ნახვა 18 აგვისტოდან სამივე კინოთეატრში იქნება შესაძლებელი. 25 აგვისტოს კი თბილისპირა ქალაქში კიდევ ერთი პრემიერა შედგება. ზაფხულის ხელდღეებში ბათუმისა და თბილისის კინოთეატრები მაყურებელს რამდენიმე ახალი ფილმით გაანებივრებენ. კინოსურათი აუტანელი ბოსები სამი მეგობრის ამბავს მოგვიტყობს. სამსახურით უკმაყოფილო კოლეგები თავიანთი ხელმძღვანელების დასჯას გადაწყვეტენ. სეთ გორდონის კრიმინალური კომედია საინტერესო იმითაც იქნება, რომ მასში თავი ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავებმა ჯენიფერ ენისტონმა, კოლინ ფარელმა და კევინ სპეისიმ მოიყარეს. როგორც კი სცენარი წავიკითხე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ამ ფილმში უნდა მეთამაშა. არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად გადასაღებ მოედანზე ძალიან კარგი დრო გავატარე. ყოველს ვირჩევ აუტანელი ბოსები ნახოთ. ნამდვილად საინტერესო ფილმი გამოვიდა. We're talking about huge potential for millions of people. გახმაურებული მძაფრსიუჟეტიანი დრამა მაიმუნების პლანეტების აჯანყება კინოთეატრებში 18 აგვისტოდან გამოჩნდება. ფილმში მოვლენები თანამედროვე სან-ფრანცისკოში ვითარდება. მეცნიერები გადაწყვეტენ მაიმუნებზე გენური ინჟინერიის ტიპის ექსპერიმენტები ჩაატარონ და მათი გონებრივი შესაძლებლობები შეაფასონ. შედეგად ცხოველები აჯანყებას იწყებენ. როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტური ხაზი, ამას მაყურებელი თბილისისა და ბათუმის კინოთეატრების სტუმრობის შემთხვევაში შეიტყობს. ყოველ ხუთშაბათს გაიმართება ახალი ფილმის პრემიერა. ეხლა დაიწყო აუტანელი ბოსები, რომელიც არის ძალიან სასაცილო კომედია და მომდევნო კვირას იგეგმება მაიმუნების პლანეტის აჯანყება, რომელიც არის ძალიან დიდი მოლოდინის მქონე ფილმი. კოვბოები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ მძაფრსიუჟეტიანი ტრილერია, რომლის კინოთეატრებში გამოჩენას მსოფლიო რამდენიმე თვეა მოუთმენლად ელის. სურათში მოქმედება 1873 წელს არიზონას მიყრუებულ პროვინციაში ვითარდება. ამნეზიით დაავადებული მთავარი გმირი უცხოპლანეტელებისგან ხალხის დახსნას ცდილობს. ჰარისონ ფორდის მონაწილეობით ფილმს ქართველი მაყურებელი 25 აგვისტოდან ნახავს. კინოთეატრი აპოლო წარმოგიდგენს ბევრ ფილმს, პრემიერებს, სადაც იქნება როგორც ყველა გემოვნების მაყურებლისთვის, ასევე იქნება მძაფრსიუჟეტიანი ფილმები, იქნება კომედია. რამდენიმე მსოფლიო პრემიერის შემდეგ კინოთეატრები ამირანი, რუსთაველი და აპოლო ქართულ მაყურებელს სექტემბრიდან კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებენ.